საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება გასაღების ფაქტზე დაკავებული იქნა ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკორექციის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. დაკავებული მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ფულადი თანხის სანაცვლოდ შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს. ბრალდებული დაკავებული იქნა ყალბი რეცეპტის გასაღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მესამე და 268 მუხლის მეორე ნაწილებით, რაც ასჯელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება გასაღების ფაქტების გამოვლენა აღკვეთის მიზნით.